გამარჯობა, მე ვარ გურამი, მე ვარ თარგმნელი და დღეს მინდა რომ რამდენიმე ჩემს საყვარელ ავტორზე ან წიგნზე გესაუბროთ. მოდით დავიწყებ აი ამ ძალიან ლამაზი გამოცემით. ეს არის სალი რუნის ინტერმეცო. ეს წიგნი არის მგონი განსაკუთრებული, იმიტომ რომ სალი რუნი, რომელიც ზუსტად ჩემი ასაკისაა, დაახლოებით 35 წლის ქალია, წერს ყოველთვის თავისი თაობის წარმომადგენლებზე, ახალგაზრდებზე და წერს ძალიან ესეთ მარტივ ამბებს, რომელშიც პერსონაჟებს უბრალოდ ერთმანეთი უყვარდებათ, მეგობრობენ, შორდებიან, მაგრამ ყველაფერი მთავარი სათქმელი არის ყოველთვის ნათქვამი რაღაც დიალოგში ან პაუზებში და ყოველთვის მოქმედებაში და ქმედებაში. ეს წიგნი ჩემი აზრით არის გამონაკლისი და ესეთ გამორჩეული რომანი, იმიტომ რომ აქ სალი რუნიმ პირველად დაწერა კაცებზე. ანუ მთავარი პერსონაჟები არიან ახალგაზრდა ბიჭები, ამ შემთხვევაში ძმები და ამით ჩემი აზრით ძალიან საინტერესოდ ჩაიხედა თანამედროვე მამაკაცის სულშიც ან გონებაშიც. პერსონაჟები არიან ესე როგორც ყოველთვის მის რომანებში ერთმანეთთან გადახლართული ძალიან საინტერესო და ესეთ მძაფრი ემოციებით. ჩვენ მივყვებით ორივე პერსონაჟს ესეთი მონაცვლეობითი თავების მიხედვით, ანუ თქვა კენტი თავები არის ერთ ძმაზე, ლუცი თავები მეორე ძმაზე და ვუყურებთ მათ პარალელურ ამბავს, ერთ-ერთი ხვდება ორ ქალს, ასე ვთქვათ, ორი ქალი უყვარს, სხვა მიზეზების გამო და ვერ აურჩევია და არჩევანი ვერ გაუკეთებია. მეორე ძმა კი არის ჭადრაკის ესეთი გენიოსი და სადღაც სოფელში გაიცნობს უკვე გათხოვილს და დაშორებულ ქალს და მასთან აქვს რომანი. მოკლედ ისევ როგორც ყოველთვის წერს სალი რუნი ურთიერთობებზე, მაგრამ ასევე ყოველთვის მიმოიხილავს კლასის თემას, მისთვის არის ძალიან საინტერესო ვთქვათ, რა ხდება ისეთ ურთიერთობებში, როდესაც ერთ-ერთი პერსონაჟი არის ვთქვათ გამორჩეულად შეძლებული ოჯახიდან, ან აქვს საგვარეულოდ მიღებული ფული და მისთვის ვთქვათ მოგზაურობა ან ცხოვრება ბინა არ არის პრობლემა და ამის გამო არ სჭირდება მუშაობა და მეორეს მხრივ მეორე ვთქვათ უფრო ესეთი მუშათა კლასის წარმომადგენლები, რომლებსაც უწევთ 3 მაგი, 4 მაგი მუშაობის გაწევა იმისთვის, რომ ნორმალური ცხოვრება ქონდეს დღევანდელ თანამედროვე სამყაროში. ამიტომ არის ძალიან საინტერესო მისი წიგნების კითხვა, რომ ესე აი ამ ძალიან პირადი ურთიერთობების ფონზე იშლება ხოლმე მთელი თაობის და სამყაროს პორტრეტი. ახალგაზრდები ან მილენიალები, ასე ვთქვათ, რომლებიც კითხულობენ სალი რუნის, ძალიან ბევრ მათთვის ნაცნობ დეტალს ამოიკითხავენ, ვთქვათ, იმ მუსიკაში, რომელსაც მისი პერსონაჟები უსმენ, იმ ფილმსა თუ სერიალებში, რომელსაც ისინი უყურებენ, ან როგორც იქცევიან, ვთქვათ, რომ იძახებენ საჭმელს ან საღამოს ხედან და ვთქვათ, როგორ ატარებენ დღეებს, ამაში ამოიკითხავენ და ამოიცნობენ თავიანთ თავს. და ვფიქრობ, რომ ყოველთვის საინტერესო იქნება ეს წიგნი. ეს არის ინტერმეცო სალი რუნის. შემდეგი წიგნისთვის ამ ავტორს ვიცი რომ ესეთი ძალიან პოლარიზებული ავტორი არის. მისი მკითხველები იყოფიან ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი თვლის, რომ არაჩვეულებრივი მწერალია და მეორე ჯგუფს უბრალოდ ეჯავრება. ეს არის ჰარუკი მურაკამი, იაპონელი მწერალი და ეს გახლავთ წიგნის საოცრებათა ქვეყანა და სამყაროს დასასრული. ამ რომანში როგორც თქვი, ორი ამბავი ხდება. ერთ-ერთი ამბავი არის ესეთი ცოტა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამბავი, სადაც უცნაური არსებები არსებობენ, ცოტა უცხო პლანეტელები და ხვდებიან მთავარ პერსონაჟს. ამის გამორკვევა ხდება, რომ ვინ არიან ეს არსებები, ხოლო მეორე პარალელურ სამყაროში ხდება ესეთი უცნაური ქალაქია, რომელსაც აქვს დიდი გალავანი, ამ ქალაქიდან ვერავინ ვერ გადის და ვერავინ ვერ შემოდის და ამ ქალაქში არის დიდი ბიბლიოთეკა, რომელშიც ერთი უცნაური პერსონაჟი, მთავარი პერსონაჟი, ასე ვთქვათ, აღმოჩნდება და ხშირად იწყებს ამ ბიბლიოთეკაში სიარულს, რომ გაარკვიოს ზოგადად ეს ქალაქი საიდან გამოჩნდა, რატო არის გალავანი და რატო ვერ გადიან აქედან. ეს ორი პარალელური ამბავი ძალიან საინტერესოდ იკვრება, ჩემი აზრით, ბოლოს აქვს ამ ტექსტს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფინალი და ბოლო თავი, რომლისთვისაც ღირს დასრულება, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ესეთი ამაღელვებელ ნოტაზე მთავრდება. ასე რომ გირჩევთ ჩემი აზრით ერთ-ერთ მის საუკეთესო რომანს, სახელად საოცრებათა ქვეყანა და სამყაროს დასასრული. გესაგებთ. და მესამე წიგნად შევარჩიე
ჯეიმს ბოლდუინის რომანი ჯოვანის ოთახი, რომლის თარგმნელიც გახლავართ მე. ჯოვანის ოთახი არის ერთ-ერთი პირველი ესეთი ღიად queer რომანი, რომლის პერსონაჟებიც ცდილობენ ჯერ კიდევ გამოერკვენ თვითონ რა უნდათ, რა აინტერესებთ, რატომ უყვარდებათ ერთმანეთი, ან რატომ ზულთ ერთმანეთი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ წიგნის წაკითხვის დროს ძალიან ხშირად გექნებათ ესეთი შეგრძნება, რომ ეს ამბავი ან ეს წიგნი უკვე წაკითხული გაქვთ, ან რაღაც მსგავსი ყოველ შემთხვევაში წაკითხული გაქვთ, იმიტომ რომ მე ესეთი შეგრძნება მქონდა ადრეც, როცა პირველად წავიკითხე ეს წიგნი და თარგმნის დროსაც, რომ ეს არის აი ფაქტობრივად მამა იმ ყველა queer რომანის, რომელიც მას მერე დაწერილა. შესაბამისად, ბოლდუინი ამ ამბავს აღწერს ერთგვარი პოეტურობით, ძალიან საინტერესო მიგნებები აქვს, როდესაც თქვა პროზაში წერს ადამიანის ფიქრებს, განცდებს და აღმოჩენებს, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ. დარწმუნებული ვარ, თუ ისეთი მკითხველი ხართ, რომელსაც უყვარს ციტატების ამოწერა წიგნიდან ან რაღაც გამეორებასადმე ჩანიშვნა, ძალიან ბევრ ესეთ ციტატას მოძებნით ამ წიგნში, იმიტომ რომ სავსე არის ჯეიმს ბოლდუინის პროზა ზოგადად ესეთი ძალიან ლამაზი, ფრთიანი ფრაზებით. ერთი ბედნიერება იყო ამ წიგნზე მუშაობა, ჯეიმს ბოლდუინთან და მის ფიქრებთან დროის გატარება ჩემთვის პირადად და ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც ამბობენ, რომ მკითხველები მათ ისე ამონეს ამ წიგნით. ასევე ამ წიგნს გაუწევდი ძალიან დიდ რეკომენდაციას არა მხოლოდ ავტორის და წიგნის მნიშვნელობის გამო, არამედ მისი გამომცემლობის გამო. ეს გახლავთ გამომცემლობა პოლინომიალი, საკმაოდ ახალი და დამოუკიდებელი გამომცემლობა, რომელიც ძალიან საინტერესო წიგნებს გამოსცემს და ესეთი გამომცემლობა, რომელსაც ჯერ ვერ მოიხელთებთ, ვერ მიხვდებით, რომელ ჟანრს გამოსცემენ, რომელ ავტორებს ეტრფიან, იმიტომ რომ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ავტორებს გვთავაზობენ მკითხველებს, ასე რომ თუ ბოლდუინი თქვენი პირველი პოლინომიალის წიგნია, გირჩევთ რომ სხვაებიც ნახოთ და გამოსცადოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არჩევანი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს მუშაობა. ეს იქნება ჩემი მესამე წიგნი, რომელსაც გირჩევთ, ჯეიმს ბოლდუინის ჯოვანის ოთახი. ორმეს მადლობა ყურადღებისთვის, ბედნიერ დღეს გისურვებთ.